რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის 5 წლის ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარება, რომელიც თითქმის ყველა ასპექტით 6 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას ჩამორჩება. მაგალითად, 5 წლის ბავშვს 35 წუთის განმავლობაში მერხთან გაჭიმული ჯდომა არ შეუძლია მისი ხერხემლის განვითარების დონიდან გამომდინარე. ასევე ძალიან უჭირთ ბავშვებს ხელში კალმის ჭერა, ასოების გამოყვანა, უჯრებში ჩასმა. რატომ? იმიტომ რომ მისი თითები 5 წლის ასაკში ბავშვის თითები არ არის ისეთივე განვითარებული, როგორც 6 წლის ასაკში. 5 წლის ასაკის ბავშვს უჭირს კონცენტრაცია 15 წუთზე მეტი ის ვერ აჩერებს ერთსა და იმავე თემაზე ყურადღებას. ამიტომ გაკვეთილზე შეიძლება იჯდეს ბავშვი, მაგრამ მას გაურბის ფიქრი და ვეღარ ეწევა პედაგოგს და პედაგოგები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ვერ მომყვება. იმიტომ ვერ მიყვება, რომ რეალურად ეს მის ძალებს აღემატება. და რაც მთავარია 5 წლის ასაკში ბავშვს გამძაფრებული აქვს ჯერ კიდევ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი, ამიტომ ისინი ხშირად იწყებენ გაკვეთილზე ჭამას, ან აქვთ თქვა ძილის სურვილი და იძინებენ, რასაც მასწავლებლის მხრიდან უმეტესად მოჰყვება ხოლმე ძალიან მძიმე რეაქციები, მშობლის დაბარება, გაუთავებელი შენიშვნები და აი ეს ყველაფერი როგორც წესი ბავშვებზე მოქმედებს ძალიან ცუდად. ანუ თუ კი ეს საკითხები გამოვლინდა და მასწავლებელმა და მშობელმა დროულად და სწორად რაც მთავარია რეაგირება არ მოახდინეს, ბავშვი შეიჯავრებს სწავლას, დაანებებს სწავლას თავს, შეიძულებს და როგორი მაღალი მოტივაციითაც გინდა იყოს ის სკოლაში მისული, მისთვის სკოლა სასურველი ადგილი ნამდვილად ვერ გახდება პირიქით, უფრო რაღაცა შეიძულებს, ხო, იქაურობას, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მშობელს არ უნდა.